ორგზის ესპანეთის ჩემპიონი, ერთგზის კატალონიის ჩემპიონი და საქართველოს 4 გზის ჩემპიონი ალექსანდრე მუკბანიანი ესპანელების რისხვა. თუ რატომ ამას რამდენიმე წუთში გეტყვით. 18 წლის ალექსი ქუთაისიდან ბარსელონაში 3 წლის წინ გადაბარგდა. კიკბოქსინგით 12 წლიდან დაკავდა და ამის შემდეგ ყოველ წუთს სპორტს უთმობს. შედეგიც სახეზეა. მრავალგზის ჩემპიონმა, რომელიც უკვე პროფესიონალებში ჩხუბობს, ესპანელების აღფრთოვანება მალევე მოახერხა. აქ ჯერ იწყება პატარ-პატარიდანაც ზევითარი ხარ მე. Რამდენიმე შეჯიბრები ჩამატარები სამახანაგურებში, ზოგთან დიდთან მომიწია, ზოგთან ჩემპიონთან. ხო და სამი ჩხუბში ისეთი შედეგი დავდე, რომ მითხეს, რომ შენ უკვე ვეღარ გაგიყვანთო. ამათვის მეტად ძლიერი ხარ. და დამაწყებებს შემდეგ კატალონიის ჩემპიონატზე გამოყვანეს. 1-2 ჩხუბი ჩხუბე ტატამზე, მე რინგზე მაჩხუბეს. ამასობას შემასწავლებელიც ატარებდა ხოლმე შეჯიბრებს და სხვა დარბაზებიც ატარებდნენ შეჯიბრებს. და გავდიოდი ამ შეჯიბრებებზე. ხო და რავი რომ მოწონდა ჩემი ჩხუბები, მე კატალონიის ჩემპიონატიც რომ მოვიგე, ჯერ იყო ნახევარფინალი მომიწია და მე ფინალი. და რომ მოვიგე, მე წამოყვანს ესპანეთის ჩემპიონატზე. ამატერში მაქვს ჩხუბარი, 8 ჩხუბი, 8 მოგებული, არც ერთ არ მაქვს წაგებული და პროფესიონალებს 18 წელს სამართალხტი ეგრევე გადამეყვანეს. 4 ჩხუბი მოასწავლე ჩამეტარებია, 3 მოვიგე ნოკაუტით და 1 გადაწყვეტილებით. წაგებული არ მაქვს. 18 წლის ჩემპიონს ჩხუბი ხშირად სურს, თუმცა მისთვის მეტოქის პოვნა ყოველთვის რთულია, რადგან ქართველთან დაპირისპირება არავის სურს. ალექსი ესპანეთის ნაკრებშიც მიიწვიეს. მისი წაყვანა ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზეც სურთ, თუმცა ამ ეტაპზე საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ეს ვერ ხერხდება. მაგრამ ესპანელები იმედოვნებენ, რომ ქართველი მალე მათი დამარცხების ნაცვლად ნაკრებში მათ დახმარება შეძლებს. წინა 2 კვირის წინ ვიჩხუბე და მე შემდეგ კვირა მადრიდში ვიჩხუბე. შემდეგ კვირაში ჩემ მასწავლებელი ატარებდა შეჯიბრს რა. ისე ვიყავი რომ მეთქი, იქაც ვიჩხუბე მეთქი და შენ შეჯიბრებს მეთქი რა, მე პრობლემა არ აქვს. არა ვქეთ, ჩემს თავს დარწმუნებული ვარ, ნოკაუტი თუ მოვიგე, არაფერი არ ვიტკინე, ჩხუბობ თქო რა. ხო და ხელი ჩამომართვა, შენ თუ მაგას იზამო, მე გაჩხუბებ. ხო და შეჯიბრი მოვიგე და რაღაც ჩამომედი და პირველ რაუნდში მოვიგე ნოკაუტით ის. არანაირი დაზიანება არაფერი და ჩემასწავლებს შევონები. რა შევით მეთქი შემდეგ კვირაში. არავის არ უნდა შენთან ჩხუბი ბარსელონაში რა ვინ მოგიყვანო. თორე ჩხუბი მინდოდა მაშინას. ხო და მე აი მანდიყო მადრიდიდან ჩამოვიდნენ აი ესპანეთის ის ვინც რა ქვია ნაკრები იმის წვრთნელები. თავისი ისყავდა რა ქვია მოსწავლე ჩამოყვანილი იმენც ჩემი მასწავლებლების. ხო და რომ დამინახა რა შვებიო რომ საბუთები როდის გამოგდისო შენი წაყვანას ვინაო ძალიანო ევროპაზე. როცა მე ესპანეთის ჩემპიონატზე იყავიო, გაგვერდებოდითო და მოგვეწონაო ჩხუბი. შენიო და წინა ზაფხულს დამიძახეს ნაკრებთან სავარჯიშოდ. მადრიდში ორდეთ ვიყავი ჩასული. ხო და მითხრა შემდეგ ზაფხულსო აუცილებლად გელოდებითო. ქართველს, რომლის მიზანიც MMA-ში გადასვლა ხშირად თოფურიათ მიმართავენ. თუმცა ამ ეტაპზე ალექსი ფიქრობს, რომ MMA-ში და დიდ ორგანიზაციებში მოხვედრამდე სამუშაო და სასწაული ბევრი აქვს. პირდაპირ თოფურიას მეძახიან ხოლმე, ზოგმაც ჩემი სახელი დაგვერდი, ვარც ის ქართველი ვარ, ეს ის ხოლმე მიყვირიან ხოლმე ტრიბუნიდან. თოფურია, მოვიხედებ ხოლმე მეთქი აქ არა თოფურია და შენ გეძახით შენო და მოდიან ხოლმე ფოტოში იღებენ. მომავალში მინდა MMA-ში გადასვლა, ახაც სრული მაქვს ჩხუბის. უბრალოდ ის არის რომ ჭიდაობა არ ვიცი. არც ჯიუ-ჯიტსუ, არც გრეპლინგი და ამის სწავლა უნდა დავიწყო, უბრალოდ ვერ ვახერხებ ხოლმე, იმიტომ რომ თითქმის ყოველ თვე მიწევს შეჯიბრები, ან 2 თვეში ერთხელ. და ეხლა უკვე სერიოზულად მინდა რომ მოვეკიდო და დავიწყო რა. MMA-ში გადასვლა. მინდა რომ კიკბოქსინგსაც აქ დიდი ლიგები. One Championship, Glory. არ შემასწავლებელს ყავს ერთი ამხანაგი შემასწავლებელს შეუძლია ხარ რომ შეყვანს One Championship. და ეგ ერთი თუ შევიდა უკვე კარებს ხსნის რა ჩვენთვის მე. და იქ ჩხუბი პატარა რაღაცას არ ნიშნავს, ეს დიდი ლიგა არის და რავი მაინც ხალხი გიყურებს, გადახდითას კარგად იხდიან და რავი მე უკვე აი როგორც UFC და ასეთი დიდი ორგანიზაციები მაშინ შეშლა წესით უფრო არ ჭირს. ალექსი თავის მიზნების მისაღწევად რა თქმა უნდა ბევრს შრომობს. ვარჯიშობს თითქმის ყოველდღე. დამავდროულად მუშაობს კიდეც, რაც მის განვითარებასაც ხელს უწყობს. დილას ადრე ადგომა, 8 საათს უკვე დარბაზში ვარ. 12-მდე ვარჯიშობ, შემდეგ სახლში მოვდივარ, ვიჩვენებ ჭამ რაღაც და მე საღამოს სამუშაოდ მივიდივარ. და ყოველდღე მუშაობ კვირაში. და შაბათობით გავდივარ ხოლმე საბინად. აქ ახლოს დარბაზში მუშაობ ეს თვითონ მასწავლებელი ვარ კიკბოქსის. გააჩნია რომ ხარამდენი საათი მუშაობ დღეში ხარამდენი. მაგალითად ორშაბათი, ერთხშაბათი მუშაობ 2 საათი და პირველი საათი პატარები არიან 5-დან 9-მდე, მეორე საათი 10-დან 15-მდე და როცა 4 საათი მუშაობ და 3 საათი
ჯერ პატარები, მერე საშუალო და მე დიდები. ქართველს, რომელიც პატარა ესპანელებს ჩხუბს ასწავლის, ბევრი გულშემატკივარი ხავს. ეს კი მას ერთ-ერთი მიზნის მიღწევაში ეხმარება. ალექსი ცდილობს, რომ საქართველოს სახელი კიდევ უფრო მეტად გააცნოს ესპანელებს და მთელ მსოფლიოს. მაგალითად გვამყოლია არავის საჩხუბად, რომ ითქმის რატო არ ჩხუბობოდა. რა მეთქი ხო ნორმალური არის ისეთი ხარო რინგზეო რა ვის მომდებაო რო გიყურებენ და სოუს მე გულიც წყდება შენი სანახავად მოვითო გვინდოდაო მაგრა ჩხუბოდა ეს სანახავა მაინც ხარს მოსწონს რა რო დაინახავენ ერთ კაი მოჩხუბას რომ ლამაზ ჩხუბს ატარებს და რაღაცა ეგ უკვე მე სულ შევა შენ მარტო შენ გამოვიდნენ საყურებლად და მთელი ჩხუბები გაიარინის გამო შენი ჩხუბი როდის მოიქამდე და არჩენ და გიყურონ და რა ხალხს უხარია ჩემი დანახვა და ბედნიერი ვარ და უფრო სტიმულს მაძლევს ეგ საქართველოში ბევრი ხალხი არის მელოდებიან, როდის ჩამოხვალ, აქ როდის იჩხუბე. ვთქვი, რომ საქართველოს სახელი ხალხს დავაცნო და რა ყველამ გაგვიცნოს და როგორი ძლიერი ვარ და რა შეგვიძლია. კი იცი ამ ჩხუბში როგორების ვარ და რა საქართველოს რო გაიგონები ბარსელონაში აქ უკვე იცი როგორები არა ერიდებიან საქართველოს. წარმატებები ვუსურვოთ ალექსანდრე მუკბანიანს დასახული მიზნების მიღწევაში. დარწმუნებული ვარ, ასეთი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და მის სახელს მთელი მსოფლიოც გაიგებს. მანამდე კი გიტოვებთ მოკლე ვიდეო, სადაც ქართველის შესაძლებლობებია ასახული. რა თქმა უნდა, აქვე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწვევა.